გორში დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა სამარშრუტო ტაქსის მძღოლიზე და კიდურის მოტეხილობით. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. მსუბუქი ავტომობილის მგზავრს კი ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. შემთხვევა შუა დღით იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სამარშრუტო ტაქსი ამოტრიალდა ადგილზე, სასწრაფო სამაშველო და საბატალო პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ. 15 საათსა და 7 წუთზე შემოყვანილი იქნა მოქალაქე მამაკაცი 32 წლის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ. აღენიშნებოდა ტრავმა მარცხენა ზემო კიდურში, ჩაუტარდა შესაბამისად რენტგენოლოგიური კვლევა, ტრავმატოლოგის კონსულტაცია, დადგინდა სხივიზურის მოტეხილობა მარცხნივ, ჩაუტარდა იმობილიზაცია და გაუმჯობესებულ მდგომარეობაში ეწერება ბინასი. როდის მოხდა ეს შემთხვევა? დაახლოებით 10-15 წუთს უკან. დაშავებული თუ არა? არა, ხელი აქვს მოტეხილიო, არ ვიცი. სასწრაფო მოვიდა წაიყვანეს. არ ჭავჭავაძის მოდიოდა და გავიგე რომ ავარია იყო, მანქანა დაეჯახა ამოტრიალდა მარშრუტი და არც ახლა გადმოვიდა ვნახე როს. დაშავებული არისო? არ ვიცი, ნახოთ არ ვიცი, რა გამიგია. რამდენი ხნის წინ მოხდა? დაახლოებით 15 წუთი იქნება. პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვისა და